Hello, მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ მომენატრა თქვენთან შეხვედრა და ასევე ძალიან მომენატრა მოტოციკლეტის განხილვა, ახალი ბაიკის. თუმცა ჩემი ბაიკი არა, მაგრამ მაინც. დღეს ჩვენი არხის სტუმარი არის Kawasaki Vulcan S ან Kawasaki EN 650. Მინდა ეს ბაიკი გავტესტო, როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთაც, ამიტომ დარჩით ჩვენ არხზე, თან გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ. გავაცდით როგორც იქნა 2000 გამომწერს. რაც ძალიან მიხარია და ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც არხი გამოიწერეთ, მაგრა დასწორებს, აი თითოეული ერთი გამოწერით, რო ემატება ერთ გამოწერზეც კი мотивация მეძლევა, რომ ახალი ვიდეო ჩავწერო. დღეს მინდა რომ ეს ბაიკი წავიყვანო თიანეთში და თუ რატომ მინდა თიანეთში წაყვანა, ამას ეხავე აგიხსნით. ბოლოს როცა კრუიზერი გავტესტე, უფრო ჩოპერი ბობერი, მაგრამ ეს იყო Harley Davidson Iron XL 1200 48. ეს ვიდეო ჩვენ ახზე დევს. შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ძალიან მაგარი ვიდეოა. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა, რაც გადამიდია. როგორ დამეხმარნენ კეთილი ადამიანები მაშინ, როდესაც საწვავი გამითავდა. რადგან Harley-ს 8 ლიტრიანი ბაკი აქვს და თიანეთამდეც კი არ მიყო, უბრალოდ უკანა გზაზეც აღარ მიყო, როცა სადღაც გდანის ტერიტორიაზე გავავსე და ისე წავედი. სიგიჟია სრული. რო ესე პატარა მანძილზე არ გეყოფა, არ ვიცი. ხო და ამიტომ მინდა რომ დღეს გავტესტო ეს ბაიკი და დარწმუნებული ვარ, რომ მომატარებს თიანეთს. და თან კიდე არ ყოფილო არ იქით ხარეს და დიდი ხანია და თან შემოდგომა თიანეთის საბადურის ტყე ძალიან ლამაზია შემოდგომაზე. ამიტომ თან გავტესტოთ, გავიაროთ. თვისთებშიც ნახოთ როგორია, ქალაქშიც როგორი მოძრავებს და ასე შემდეგ. Kawasaki 650-იანი ძრავი ძალიან ბევრი ქართველისთვის კარგად ნაცნობია, იქიდან გამომდინარე რომ Ninja 650 არის თქვენთვის კარგად ნაცნობი. ზუსტად ეს ძრავი დევს ამ ბაიკშიც. წვის ამბავში მე მგონი რომ მაგრად გამისწორდება, იმიტომ რომ 5 ლიტრს წვავს, პრინციპში Ninja 650 5 ლიტრს წვავს. აი კრუიზერი ესეთი ვიცი რა. Okay bro. საინტერესოა ეს ბაიკი თუ გამოუყვება ახლა მანევრში როგორი ტიპი არის, თუმცა არა. მე მგონი გადაუხვია. კრუიზერები რამდენად ქალაქში კომფორტული მოტოციკლეტებია, მე გიპასუხებდით რომ არ არის ესეთი კომფორტული. შეიძლება ითქვას რომ ესეთი ძრავით ინლაინით უფრო კომფორტულიც არის. მე მინდა რა ეს მოტოციკლეტი შევაფასო აი ემოციურ დონეზე და არა რამდენად სწრაფი არის და რამდენი თორქი აქვს და როგორ აჩქარდება და მაგრად არ მაინტერესებს ამ მოტოციკლეტზე როგორც სხვა კრუიზერებზე. ერთადერთი არის მე კრუიზერზე მაქვს ერთადერთი მოთხოვნა, რომ იყოს კომფორტული, აი უნდა იყოს ძალიან კომფორტული, ისეთი კომფორტული როგორც სხვა ბაიკები არ არის რა. აი კრუიზერზე რო ვზივარ, საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე იმაზე, რომ აი მოტოციკლეტს მართავ. თუმცა მოდი რა ვიცი ხე რატომაც არა გავტესტოთ ერთი აჩქარებაში როგორია წინ თუ მანქანები არ გამეჩნდა. მოკლედ თელი სეზონი ჩაგვშხამდა, რასაც ქვია რა მეგობრებო. არც არაფერი სიახლე არ არის. ერთადერთი იმას რასაც ვაკვირდები, რომ ცოტა ბაიკები
ცოტა გამოჩნდნენ. მე მგონი რომ იმდენს აღარ აჯარიმებენ არა? ეს ჩვენ მაილებში ყოფილვართ. შენივრად დაახლოებით 150-ზე ავიდა. Not bad. ბიჭო, ყველგან საცობია, რაც სკოლები დაიწყო, ხო საერთოდ სიგიჟე გახდა. ამ დროს რომ მოტოციკლეტით ვერ გამოდიხარ ადამიანი, მაგრად ტეხავს რა. ამ ბაიკი თამამად კიდე იმიტომ მოძრავ, რომ აბსოლუტურად ქარხნული მოტოციკლეტი არის. მაყუჩი კი არა, აი საერთოდ ყველაფერი ქარხნული აქვს. სულ ახალია, ძალიან ცოტაა კარბენი. ძალიან მცირე დაზიანებით ჩამოვიდა ამერიკიდან და ძალიან მარტივადაც შევაკეთეთ. კარგია რომ ქალაქში დავიწყე ამ ბაიკის გატესტვა. სამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი კიდე. ცოტა ხანი ვიარე, რამდენიმე კილომეტრი. ქალაქში ცოტა არ იყოს და ძალიან მემძიმება რა. ვიტყოდი რომ არ ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრია 883 და XL 1200 ხარლები უფრო კარგად მოუყვება ქალაქში მოძრაობისას ვიდრე ეს. ეხლა საწავს შავას ხამ, მე გავაგრძელოთ გზა. აუ ეს მოწოს კიდე ძალიან. რა მარტივია ნახეთ. აუ ჩემ ბაიკზე მაგალითად ესეთი რაღაცა არა. აი ესე რა იმას. თქვა თავისით სწორდება. მარტივი იაპონური ხრიკია. წავედით ახლა თიანეთისკენ. იმედია ის გზა სულ გაფუჭებულია, საბოლოოდ გააკეთეს. ხო. ეხლა მე როგორც ახალ ბაიკს ისე განვიხიბა ამ ბაიკს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე ძალიან ცოტაა კარბენი. ფაქტიურად გასახმარისებაა გავლილი. აპკატკასაც ვეძახით იდეაში ეგაა გავლილი და მიუხედავად ამისა პირველი რაც ვნახე და არ მომეწონა ეხლა არის ის რომ სიჩქარეებში აი ვერ ვიტყვი რომ აი ძალიან სულს გადართვა აქვს რა. უფრო ისეთი არის. ცოტა ჭირდება რა. ცოტა ფეხი კარგად უნდა ამოცხო რა. ეგ რაც ეხლა შევამჩნიე უკვე. Go. რა კარგი ელესორი გახურავს მეგობარო. აი არავინ თქოს რომ ხმაურიანი მაყუჩიო ყურადღებას არ იქცევსო რა. რა თქმა უნდა ამას safety-ს ამბავში ამბობთ, თორე აი სამარიაჟოდ კი არა. აი უფრო ხედავენ ფაქტია რომ ხმას რო გაიგონებენ ეგრევე სარკეში იყურებიან რა. მანქანის ზოლები და ხანდახან მიწერთ ხოლმე კომენტარებში რომ რო ვიძახი loud pipes save lives. არ არის ეგრეო და ბევრი კვლევები ჩატარდაო. Come on რა. აგერ არის ძმო რეალობა. და მილიონი რეალობა შემხვდა მე პირადად რომ შველის ფაქტია რომ შველის. რამდენჯერ დაუკეცავთ ისე საჭერო, საერთოდ არ ჩანდი ხმა ვერ გავიგე უთქვამთ. თუნდაც DB killer-ი რო აყენია aftermarket მაყუჩზე, ძალიან კარგად ესმით ხმა რა. აუცილებელი არაა, მე იმას არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა რაღაც ჩახსნილი მაყუჩი გეყენოს და უბრალოდ უმაყუჩოდ დადიოდე რა. მე გულისხმობ იმას, რომ aftermarket ნორმალური მაყუჩი გქონდეს რა. ამაზე რა ვიცი, აი ყველამ ძალიან ბევრი ლაპარაკი. მაგრამ მე კიდე ხასუსო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ეგ ამბავი რა, რომ ბაიქს გქონდეს ცოტა განსხვავებული ხმა მანქანისგან. აი მე თვითონაც არ მესმის ახლა რაც ვიდეო ჩართეთ მოტოციკლეთის ხმა თუ გაიგეთ. Stop it. Get some help. ეხლა ვფიქრობდი რა გადაობა იქნებოდა. ეხლა ამის საწოვიც რო არ მეყოს თქო რა. მაგრამ უნდა მეყოს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ რა ვიცი, წერია რომ 280-300 კილომეტრს გადის და ჩვეულებრივად უნდა მოვიაროთ წესით სიონის ტბა და უკან გზაზეც ჩვეულებრივად უნდა გვეყოს. ერთად ვნახავთ რა.
ყოველთვის არ გამიმართლებს. კეთილი ადამიანები არ გამიჩერებენ ყოველთვის. ესე რა, ავიდეთ ახლა რამე კაი მუსიკა ჩავთოთ. რამე ისეთი რო გაგვისწორდეს. ავისი ამონა გზებით. აჰა, რაც თავარია თბილის გამოცდით. აიცით როგორი შეგრძნება, თითქოს აი საბურავები არის გაშვებული. მართლა ხო არა? არა ძაან ნახე და წნევაც ოკეი არის. აუ გზა ახალი დაგებულია და მაგრა დასწროს. მე მგონი წინაზე რო ვიყავი, ესეთი кай გზა არისო. არა. თავის ანიაღურებით და ამბებით. ასწორებს მეგობრებო, ჯერჯერობით ძალიან ყოფილი ვარ ამ გზით. ვიცი რომ ბევრი დამწყები რაიდერი მიყურებს და ალბათ გაინტერესეთ რამდენად გირჩევთ რომ ამ ბაიკით დაიწყოთ მოტოციკლეტის სამყაროში ფეხის შედგმა როგორ ხატოვნად თქვენ ნახე ეს კონკრეტული მოდელი არის ABS-ით უბრალოდ და უფრო საფრთხე უნდა იყოს წესით მაგრამ არის ხალხი ვინც მაგალითად მინდა 650-ით იწყებს ბაიკის მართვას ну ერთი მხრივ ისაა რომ მაგალითად თუ უფრო დიდი ტანის ხარ საკმაოდ კარგი არის ის რომ გათვლილი არის ყველა სიმაღლის რაიდერზე მეტნაკლებად იმიტომ რომ სამი პოზიცია აქვს პეგების რომ მაგალითად უფრო შორს წაიღო პეგი და ამ შემთხვევაში თუ მაღალი რაიდერი ხარ შვენივრად იგრძნობ თავს კომფორტულად ეს ძალიან მომწონს დიდი ძრავია არ არის აჩქარების პონჩი აი დრო ჩქარია და მაგიტო არ დავიწყო ამ ბაიკით ჩემი აზრით ეგ გამოიგდა თავიდან არ არის სწრაფი მოტოციკლეტი მე ერთადერთი ეხა აქ რაც მაფიქრებს და მაშინებს დამწყები რაიდერისთვის რამდენად კომფორტული არის აი ეს წონა რომ აი ამ წონით დაიწყოთ იმიტომ რომ 230 კილო საკმაოდ ბევრია დასაწყებად პირდაპირ ვთქვათ მაგრამ თუ ესეთი სტილი მოგწონთ და გინდათ რომ ესეთი ბაიკები ატაროთ კრუიზერები პრინციპში თავიდანვე კარგია თუ შეეჩვევით უკვე ამ წონას, იმიტომ რომ კრუიზერებში, სრული ზონის კრუიზერებში ეს წონა საკმაოდ მისაღები არის. ძალიან ოკეი წონა არის რა. არა თქვენ თუ ფიქრობთ თუნდაც აი კაფე რეისერზე გადასვლას უკვე თქვენთვის საკმაოდ მძიმე იქნება რა. გარდა ამისა, ძალიან მიცნაურია ჩემთვის პირველად მართავ არავე ტიპის ძრავიან კრუიზერს და რაღაცა სხვა მინდა რა. აი ხო ვიცი ნინძა 650 როგორც დადიოდა და არ მინდა რომ ნინძა 650 შეგრძნებები რომელიც მართლა არის ამ ბაიკში კონდეს კრუიზერზე რა. კავაზაკის ქარხანაში 650-იანი ძრავი მორჩათ და ადგნენ და ტენეს რა ამაში რა. და თან ფაქტია რომ მაგ ძრავმა ძალიან გაამართლა რა, აი ძალიან კაი ძრავი არის 2007 წელს რო დაიწყო მის მერე რავი რა ძალიან ხუთშია ასე ვთქვათ რა. რა ხდება ბა ჩვენ არ გაგვატარებენ რო რამე მე მგონი გაგვატარებენ მოტოციკლეტის უპირატესობები ისე 1-2 წუთი დამეცადა რავია რა იმედია არ გაგვიწმინდება ეხლა რასაც უკვირდები ჯერ კიდევ კაი სიმწვანეა აქ ცოტა რომ შეყვითლდება ფოთლები მე კიდევ ვარ წამოსასვლელი ისე რამდენი ხანია სოლო რაიდში არ ყოფილვარ რა და ამანაც კი იცის მონატრება ესე იგი ხანდახან ასწორებს სოლო რაიდის მართლა რაღაც აი ყველაფერს რომ მოშორდები და შენ თავთან და მოტოციკლეთთან რჩები მარტო რა ისე შეგრძნება მაქვს რომ ეს გზა მე მგონი გადაკეტილია და ჩვენ გამოგვიშვებს მარტო
აუ ეს გზა რო დაიგება, ბიჭებო და გოგოებო, ბოლომდე რო დამთავრდება, მაგრამ გაგვისწორდება ყველა საკრაიდი. ნუ ხრეში ალბათ მერეც იქნება, იმიტომ რომ მაინც ზამთარში იყრება ხოლმე ხრეში მარილთან ერთად. თუ წყნარა თვით გაგვისწორდება რა. ოპს. აქეთ თუ წამოხვალთ ჯერჯერობით გაითვალისწინეთ რომ ეს ქვიშა ხრეში და რაღაცები ყრია რა თან მithumetes აქედან დაღმართებში რომ მიდიხართ განსაკუთრებით მანდი ყავით ფრთხილად თან მოსახლეში დაფდებათ უეჭველად რა დიდად რო გითხრათ კრუიზერის ABS-ის დიდად არ მწამს აი ზუსტად მახსოვს ამ ადგილას არ იყო ასფალტი აუ აი ეს ადგილი იყო თუ სწორად მახსოვს ხლა არის ვა საწავს საერთოდ არც კი მოკლებია ჯერჯერობით აიც თვალი გამირბის საწავისკენ იგივე რო არ დამემართოს რაც ჰარლიზე ვერურის გამოსახულებში ისე შესვას როგორც საჭიროა, იმიტომ რომ გზის სამუშაოები რო არის მეტნაკლებად აი ზუსტად აი ამიტომ ვერულის გავაი რაც აქ ხდება. ზოგან ჭრებეტონი ასხია, ზოგან ხრეში ყრია და ეგ არის მორჩა სიამოვნება მეტია დროებითი ეს ამბავი. ამ ტრიპზე ხო ვერ ვეღირს ასფალტს თავიდან ბოლომდე. მეტია იქნება სულ ესეთი გზა. არა ეხა იცით დავფიქრდი მანქანები რო არ ხდება და გზაზე. მაგიტო ხო არა რომ ეს გზა ბოლომდე გაფუჭებული კი და აყრილია. არა. რეგული არის ასფალტის პირველი ფენა და ძველი ფენა არის დატოვებული და აი ეს კი ნაბრად ძველი ასფალტია. ნუ სადღაც 1-2 კილომეტრი მოგვიწია რა. ძალიან ხრეშიან გზაზე სიარული. თუ ესეთი გზა გაგრძელდა, ეხლა ხო არ არის სამწუდი გზა, მაგრამ თუ ესეთი გზა გაგრძელდა, შავის მხარეს ჩავალ და იქიდან წამოვალ თბილისში. მოგეთ ყველა წამოსვლაზე 1-3 კილომეტრი გადათხრილი რო არ იყოს, ეგრე არა ვარ თიანეთში ნამყოფი არასდროს. აი, სხვა ჭამის გზაზე. და აი ახლა ვფიქრობ, როგორ ჩანს აქეთკენ უკვე აღარ იქნება ეგრე გადათხრილი გზა, მაგრამ უკანა გზაზე ამ გზით წამოვიდე თუ გავიგზელო იქითკენ ბარიმ თიანეთისკენ გავიდე და არა სიონამდე, ურავ ხელახია წაქცეული. აუ, როგორ მიყვარს ეს ადგილი. შემოდგომაზე არის ულამაზესი, მაგრამ ჯერ არაფერი არ ეთყობა შემოდგომის, ნუ ოდნავ აქ შეყვარული სიყვითლე აქავროს. აი ერთ თვეში ძალიან სიცივე თუ არ იქნება, რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ აი ახლა ამ წუთასაც ხმა მიკანკალებს საკმაოდ ცივა არა და კი ვიცოდი. და თბილად ჩავიცი. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერია, მაინც ცივა უფრო. გინდა მზე იყოს, გინდა არ იყოს, ვერც ატანს ამაში მზე. მაგ ყოველთვის გრილა ხოლმე. ზაფხულშიც კი სულზე მაგარი ცუდი სამართავია აქ. ბაბესი როგორ მუშაობს. რაც უფრო მძიმეა ბაიკი, მით უფრო მეშინია ხოლმე, ხისიერი მუხრუჭი წინა რო ვიხმარო რა. იმიტომ რომ არ ვიცი რა, მithumetes ესეთ გზაზე ხა
წინა ტორმუსის ABS-ის გატესტვის სურვილი არ მაქვს, თან დაღმართი, თან ესეთი მძიმე, თან ქალაქიდან ესეთი მოშორებით და თან როცა მოტოციკლეტი შედი არ არის. ჩემი ბაიკით რო ვიყო, მაინც უფრო გავვლისკავდი. ერთი იმიტომ რომ ჩემი ბაიკია და მეორე ტრიუმფის მიმართ რაღაც სხვა ქიმია მეტრიალებს ყოველთვის რა ვქნა სუბიექტური ვარ ვიცი, მაგრამ მე ეგეთი დამყოლი და დამჯერი მოტოციკლეტი არასდროს ვყოლია რა. მაგრამ ამასობაში აქ რა სილამაზეები ხდება, ხახო თუ აკვირდებით. მე რა რო ყვითელი ფოთლები არ გვაქვს, სამაგიეროდ მწვანე ფოთლები ხო გვაქვს ულამაზესი. რა საოცარია რა საბადურის დღე. იმენა ასწორებს რა, კრუიზერით მაინც ასწორებს. მიუხედავად იმისა, რომ ვეტიპის ძრავი არა აქვს და თუხთუხებთ. ზოგადად მოდი ესე ვიტყვი რა, მოტოციკლეტით წამოსვლა ასწორებს, მაგრამ კრუიზერით სიმართლე გითხრათ, აი აქვს რა. მე ძალიან კარგად მესმის კრუიზერით და ჩოპერის კავანდის, ძალიან მაგრამ მესმის ეგ ფილი რაც არის. აი ჩვენო სპორტები და სტრითებით რო აი რაღაც დავდივართ ეს კორნერებში და რაღაცა აქ მაგრად კიდია ეგ ამყავი რა. აქ იმის დროც გრჩება რომ მეტად დატკვე ბუნებით აი ხალისო აი მსხურებით და რაღაცა და აი მე რო სტრიტზე ვზივარ მაქსიმალურად უყურებ სულ გზას. იმიტომ რომ აი ერთი წამით არ ღირს თუ მეტეს ესეთ გზაზე ყურადღების მოდუნება. ძალიან კაია გადაო გიჟდები ამ გზაზე. კი ვიფიქრე რაღაც მეტნაკლებად მზიანი დღეა თქო და სიონზე მზის ჩასვლას უყურებ თქო. არა მგონია მოგდენ ხას გავჩერდი. ჩვენი საათი არეულიათ. იმიტომ რომ მალე საათია. არა საათზე არ უნდა იყურებოდე კრუიზერზე რო ზიხარ. საათს არ უნდა უყურებდე ვაფშე. უნდა დაიკარგო დროში. დავიჯერო საწოვის მაჩვენებელი გაფუჭებულია? არ ვიცი რატო არ აჩვენებს. ეხლა მე რასაც უყურებ, რავი, სავსე არის ისევ რა, აი ეს ქვედა არის საწოვის მაჩვენებელია. რატო არ აკლდება? დანში ჩავაცვი საწოვი და ყოველ შემთხვევაში იქ რომ მივალ სცენაში ერთი ბაქს უნდა ჩავხედო რა. მე გადავები ეს თუ საერთოდ არ წოს საწოვს. Here I come. მოდი აბა ერთი აქ სწორი მონძილია და გავტესტოთ რა შეუძლია. 61 ნიუტონი აქვს და 61 ცხენით იგივე აქვს თითქმის რა. აი, შეო ეგ არის. 103 მილი. სულ გიყავი ბიჭო. რავი, დავშვიდი იდეაში. ნუ ამ გზაზე თუ არ ჩავაჭირე რა მამული, მაგრამ ამ ბაიკზე რა გითხრათ, აი ტოპ-სპიდს რა მუღამი აქვს ვერ გეტყვით. აი ყველაფერი ძედ მეჯახება. თან ოღონდ მე-5 სიჩქარეა, მე-6-ში აბა რას მოგწოდა არა? აზრი არა აქვს. თითქოს ელექტრონულად იყო შეზღუდული რა, აი 104 იყო მაქს 105. აი მეც აი მაქსიმუმ გაწია 100-მდე ავიდეს რა. Later. ავიდე ზემოთ და იქიდან სიონის გამოჩნდება. თან ნახოთ პატარა ოფროუდზე როგორ იქნება. იუ. Oh, fuck. აჰა. ამასვლით ამოვიდა, იმედია ჩასვლითაც ჩავართ. საკაიფო ხედზე ამოვედით მოვა.
ესე ვზივარ ჩემთვის ბედნიერად. მეთქი რა კაია, სიმშვიდე არ სიწყნარია, არაფერზე არ გეფიქრება, არაფერზე არ დარდობ და უწევ. ვაკვირდები და სადაა ნომერი? ამაც უფეხებზე კიდიათ. იმედია აქვე და გამძურა სადმე. ვა. ეხლა რა ვქნა? ვიდეოში უნდა ვნახო რომ თუ მაქვს რაღაც კადრები რო გადავიღე, სად გამძვრა უნდა ვიპოვო რა. ეხლა ასვიზამ. ესე იგი, სკოჩი უნდა ვიყიდო ყველა ვარიანტში და გავუყვე გზას უკან. გადაწყვეტილი არის, ეხლა რო ვფიქრობდი რომ როგორ ჯობია წავიდეთქო, ყველა ვარიანტში უკან მიწევს სასვლა რა. მოკლედ რავი რა, რაც იქნება ეგა. ყველა ვარიანტში უკან წავალ ეხლა სავარაუდოდ სადღაც აი 20 წუთის გზაზე მაქვს დაკარგული. იმენა 230 კილოს ჩაყვანა აქედან არ გინდათ? თუ გინდათ მოდით ვინმე თქვენც ჩაიყვანეთ. ეხლა აქ არის მთავარი სწორი ტრაექტორიის შერჩევა. ესე. ნელა. ეხლა არ დამიწყოთ იქ ენდუროს კომანდა. რანელა მიდიხარო. არ მაინტერესებს ძმაო. ჩემი გამჭიროებია ნომერი დავკარგე. კიდე დამატებით მოტოციკლს ვერ გავაფუჭებ. ნაგავი გადავყაროთ. დავათით. აუ რა ლამაზია. ამისთვის რომ ცხელა ეხლა. ხავარია ვიცი სადაა და დიდი ალბათობით ვიპოვი რა. ესეთ ერთ 5 წუთში უნდა ვიყო ადგილას. აი ეხლა იქ ტყეში რო შევა პირველივე მოსახლეში უნდა იდოს რა სიდან ბოლომდე გადავარდნილი არ არის და მაგიდან მეშინია უფრო მეტად რომ მილეს არ აიღო რა რავი რატომ დაიღო აი ეს სასახლე იყო აი აქ უნდა იყოს არ არის? აი სათამერ ხა? არა ვიწყე, არა ეგერ არის. ჩემი თან ამოტრიალებულად არის. და არ ჩანდა, თორე შეიძლება და ვინმეს აიღო ხა დაო. ჰუ! ამოვისუნთქი. ეგავსია. აი მე მგონი ნორმალურად დავამაგრე. ყოველ შემთხვევაში სახლამდე ნახდათ არ გაძვრება. I hope so. Okay. წავედით. კარგი, მოდი ახლა შევაჯამოთ დღევანდელი ტესტ რაიდი და ბაიკის განხილვა. მომეწონა, მოდი ჯერ დადებითით დავიწყოთ. მომეწონა ამ ბაიკის ჯდომის პოზიცია, ნამდვილად იგრძნობა, რომ კრუიზერი არის. კომფორტულად ზიხარ, ეს საჭეც, ოიმ საჭე არის და მშვენივრად, აი ძალიან კარგად მხარის სიმაღლეზე არის, თითქმის ოდნავ დაბლა და ძალიან კარგად იმართება. რაღაც მომენტში მომეჩვენა რომ აი 883-თან შედარებით, ხარლისთან შედარებით უფრო სწრაფად ჩქარდება.
და პრინციპში არც არის ეს გასაკვირი, თუმცა ამის სწრაფი აჩქარება დიდად არ მჭირდება. მომეწონა ის რომ ბაკი აქვს 14 litrიანი და ну фактია აგერ ახლა თბილისში არ ჩავსვარ ახლა შემოვედი საბადურში მაგრამ ну ფაქტია რომ მეყოფა რა საწვავი უეჭველად მეყოფა რა ჰალისგან განსხვავებით თორქი მაკლია აშკარად მაკლია თორქი იმიტომ რომ აი 62 ნიუტონ-მეტრი ჩემთვის ძალიან ცოტა არის კრუიზერის ტიპის ბაიკზე ვისურვებდი რომ სადღაც ერთი 100-მდე თორქი მაინც მქონდეს აი 230 კილო არის ბოლოს და ცოტა მეტი ჯანი მჭირდება რა თუმცა აი დამწყებ ბაიკერების ძალიან გაუსწორდებათ მაგ პონჩი ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ფიქრობ რომ დამწყები ბაიკერისთვის ძალიან კარგი არის მით უმეტეს ესეთი ABS ვერსიით არ უნდა დაგვაუწყდეს მეგობრებო მოტოციკლეთს დამატებითი უსაფრთხოების კომპონენტები როგორიცაა ABS და traction control-ი და გჭირდება იქ სადაც უკვე შენ შეცდომას უშვებ ამიტომ როცა მე გირჩევთ რომ როცა ყიდულობთ ABS-იან და traction-იან ბაიკს პერიოდულად მით უმეტეს აი თუ ვარჯიშობთ ხოლმე ხო მაგალითად დახურულ მოედანზე ან სადმე ისეთ ადგილას გათიშეთ ხოლმე ABS-ი traction-ი და ნახეთ რეალურად როგორ იმართება მოტოციკლეტი რა მერე უკვე კარგად რო დაამოგვამებთ მოტოციკლეტის დარევას მერეც პერიოდულად ხანდახან გათიშეთ ხოლმე რომ აი არ დაგავიწყდეთ რომ სინამდვილეში აი ამ შეცდომაზე მოტოციკლეტი ესე იზამდა მე არ ვამბობ რომ მაინც და მაინც უნდა წაიქცე და ამოყირავდეთ მაგრამ თავარი არის ის რომ ხვდებოდეთ სინამდვილეში როგორ იმართება მოტოციკლეტი იმიტომ რომ რაც დრო გადის რა თქმა უნდა ეს უსაფრთხოების კომპონენტები უფრო მეტად იხვეწება Rebel 500 მით უმეტეს Rebel 300-თან შედარებით ეს მოტოციკლეტი ბევრად მეტად მომეწონა თუ შენი წონა მით უმეტეს სადღაც 90-80 კილოს ზემოთ არის და სიმაღლეც ну მეტრა 80 ზემოთ ხარ და ესეთი სტილის მოტოციკლეტები მოგწონს მე გირჩევ ამ მოტოციკლეტს ნამდვილად თან წეანაც აღნიშნე შეგიძლია ფეხის პოზიციები შენ გემოზე დაარეგულირო იმის დამიხედვით რა სიმაღლესაც ხარ მოკლედ აი ესე იმედია მშვიდობით ერთი პატარა ჩეპე მაინც მომივიდა მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი რა ვიცი იმედია მშვიდობით ჩავალ თბილისში ესეთი სოლო რაიდი მქონდა გემრიელი კარგი ძალიან გამისწორდა დამიწერეთ კომენტარებში რამდენად მოგწონთ ესეთი სოლო რაიდები ბუნება თუ უფრო მეტად გაგისწორდებათ რომ აი მაგალითად ტრეკზე ჩაჭერები ესეთი ტიპის კონტენტი მე უფრო ასეთ კონტენტს მივაწვევი თუმცა პერიოდულად ესე ბუნებაში გავლოსლებსაც შემოგთავაზეთ მარტო თუ მეგობრებთან ერთად დღეისთვის კი დაგემშვიდობებით იმედია კარგად იჩილაუთეთ და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში ახალი ჩილაუთებით და ამბებით დროებით მეგობრებო